ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის გაზაფხულის პირველ თვეს ათენში ჩამოსვლა. ეს არის ჩემთვის არ ვიცი მადლობაზე უფრო დიდი რამ. ცალი მხარე თითქოს цаრიელი მაქვს და მათ უფრო მჭირდები არა. მე უფრო მჭირდებიან ისინი, ათენელი გოგოები. დიდი სიცარიელე მაქვს და მინდა თქვენმა სიყვარულმა შეავსოს ეს სიცარიელე. ასე რომ 29-ში შევხვდებით. ეს გადაცემა მონატრების ფერებია, მე მისი ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი დავით ორაგველიძე ვარ, საღამო მშვიდობისა საქართველოს დედაქალაქი თბილისიდან. დღევანდელი ჩვენი გადაცემა დაეთმობა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული თოქ-შოუს პროფილის ავტორისა და წამყვანის მაიკო ასათიანის ციკლის პრეზენტაციას, რომელიც მან 29 მარტს საბერძნეთის დედაქალაქ ათენში ქართველი ემიგრანტებისთვის გამართა. ყველაფერი კი ძალიან მარტივად და აი ასე დაიწყო. როდესაც გადაცემა მონატრების ფერების მთავარი პროდიუსერი ქალბატონი ლიგია მუშკუდიანი იმყოფებოდა თბილისში, ჩვენ შევხვდით მაიკო ასათიანს და გადაწყდა, რომ 29 მარტს გაზაფხულის პირველ თვეს მაიკო ასათიანი შეხვდებოდა იმ ქართველ ემიგრანტებს, რომელთათვისაც ყოველ ხუთშაბათს 22 საათზე სტუმრად ტელეეკრანებიდან იყო ხოლმე მათთან. 24 მარტი და თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, სადაც ჩვენი გადამღები ჯგუფი აცილებს მაიკო ასათიანს ქართველ ემიგრანტებთან შესახვედრად საბერძნეთის დედაქალაქ ათენში. თბილისი ათენი რამდენიმე წუთში აფრინდება რეისი და 2 საათნახევარში მაიკო ასათიანი შეხვდება ჩვენს ქართველ ემიგრანტებს. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ტურისტულ კომპანია NIA Travels და ნინია შულაიას, რომელმაც უზრუნველყო მაიკო ასათიანისა და გადაცემა მონატრების ფერების გადამღები ჯგუფის ტრანსპორტირება საბერძნეთის დედაქალაქ ათენში. ათენში მას ასევე დახვდა და უმასპინძლა ნინია შულაია. და სანამ უშუალო წიგნის პრეზენტაცია გაიმართებოდა, მაიკო ასათიანის მასპინძლები იყვნენ ის ადამიანები, რომელთა სტუმარი ის წლების განმავლობაში ტელეეკრანებიდან იყო. დონარა ობოლაშვილი, ელჩი კეთილი, რომელიც გახლდათ მაიკო ასათიანის მასპინძელი და მანამ სანამ გადაცემა მონატრების ფერების მთავარი პროდიუსერი ლიგია მუშკუდიანი მაიკო ასათიანს შეხვდებოდა იმ სასტუმროში, სადაც ის იყო განთავსებული. დიახ, სასტუმრო ათენს ჩოისი და მადლობა მინდა გადაუხადო ასევე ამირან ყვახაჯელიძეს, რომელმაც უზრუნველყო მაიკო ასათიანის განთავსება სასტუმრო ათენს ჩოიში. დაიდადგა ის მომენტი, როდესაც ლიგია მუშკუდიანი გამოდის სამსახურიდან და წინ საუკეთესო მზადება მიმდინარეობს წიგნის პრეზენტაციისთვის და ის ხვდება მაიკო ასათიანს უკვე საბერძნეთის დედაქალაქ ათენში. ჩემი გოგო, სულ დრო ლამაზია. მაიკო ასათიანის წიგნის პრეზენტაცია დაგეგმეს და ორგანიზატორები იყვნენ შემოქმედებითი გაერთიანება ლამარიას ხელმძღვანელი ქალბატონი ლიგია მუშკუდიანი, რომელიც ასევე არის გადაცემა მონატრების ფერების მთავარი პროდიუსერი. ასევე ქართულ ბერძნულ თეატრალური კულტურული ორგანიზაცია დიონისე და მისი ხელმძღვანელი ქალბატონი თამარ სამხარაძე და ჩვენ გადაცემა მონატრების ფერების შემოქმედებითი ჯგუფი, მე ჟურნალისტი დავით ორაგველიძე და ჩემი ოპერატორი გიორგი ორაგველიძე. შეხვედრის შემდგომ ჩვენ გადავინაცვლეთ ქართულ ბერძნულ კულტურულ თეატრალურ ორგანიზაცია დიონისეში, სადაც მაიკო ასათიანი შეხვდა თაკო სამხარაძეს და იქ არსებული სიტუაცია დაათვალიერა და ასევე წინა სამზადისი პერიოდი გავიარეთ. მოკლედ ახლა ვართ ბერძნულ ქართულ კულტურულ ორგანიზაცია დიონისოში, რომელიც ხელმძღვანელის გახლავთ ქალბატონი თაკო სამხარაძე, ჩემი მეგობარი, ჩემი ძალიან ახლობელი ადამიანი და ჩვენი გადავაკეთებთ მაიკოს წიგნის პრეზენტაციას. ჩემი მასპინძლები. ხო, მაიკოს მასპინძლები და
ქართველი ემიგრანტების ზარები არ წყდება ლიგია მუშკუდიანის ტელეფონზე. ყველას უნდა რომ განსაკუთრებული სითბო და სიყვარული გამოხატონ მაიკო ასათიანისადმი. ანჩო ჯამაკაშვილი, გოგონა ქარიშხალი, გოგონა სული და გული, რომელმაც გვიმასპინძლა და ათენს ისე როგორ დავტოვებდით, რომ არ ავსულიყავით და რომ არ მოგველოცა წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, რომელიც ლიკავიტოზე დგას. ლიკავიტოდან ცოტა დაღლილებმა გადავწყვიტეთ, რომ ათენში ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო რესტორანს, თონე საქართველოს სტუმრებოდით, სადაც ჩვენი მასპინძელი გახდათ თონე საქართველოს ხელმძღვანელი ქალბატონი მანანა კარპახჩოვი და დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ქალბატონ მანანას, რომელმაც გულუხვად გვიმასპინძლა და იქაც თითოეულ ქართველ ემიგრანტს, რომელიც ქალბატონ მანანასთან მუშაობს, უნდა რომ მაიკო ასათიანთან სამახსოვრო ფოტო გადაიღო. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ქალბატონო მანანა იმ სითბოსთვის და სიყვარულისთვის, რომელსაც თქვენ თითოეული ქართველი ემიგრანტისთვის, ჩვენი გადამღები ჯგუფისთვის და ქალბატონი მაიკო ასათიანისთვის იმეტებთ. მადლობა თქვენ ყველაფრისთვის. მარტი და თეატრი ალექსანდრია, სადაც სულ მალე დაიწყება მაიკო ასათიანის წიგნის სიცოცხლე 25 ჯერ წამშის პრეზენტაცია. პრეზენტაცია, რა თქმა უნდა, აშლაგით მიმდინარეობს და თითოეული ქართველი ემიგრანტი ელოდება, როდის გამოჩნდება მაიკო ასათიანი სცენაზე და თავის განვლილ ცხოვრებაზე ისაუბრებს. უკვე პირისპირ, მათ შორის გამყოფი ეკრანი აღარ იქნება. და აი ასე, სრული სიწყნარე და ფილმი, რომელიც გადაცემა მონატრების ფერების გადამღებმა ჯგუფმა მოვამზადეთ. დიახ, აი ამ ფილმით დაიწყო წიგნის პრეზენტაცია, უკუნითი სიბნელე და ტაში თითოეული მოვლენის შემდგომ. ჩვენ ამ ფილმით ვაჩვენეთ მაიკო ასათიანის პირველი ნაბიჯები ტელევიზიაში და ბოლო ნაბიჯები, როდესაც ის მაყურებელს დაემშვიდობა. და სრული სიჩურმე. აღნიშნულ პრეზენტაციას უძღვებოდა მოყვარული მსახიობი, მწერალი, როგორც ამას თავად უწოდებს ქალბატონი ანა კელაპტრიშვილი. მაია ასათიანის სიცოცხლე სატელევიზიო წამის 25 წამიან კადრთან ასოცირდება. სიცოცხლე 25 წამში. ესე ქვია მის საავტორო წიგნის, რომელსაც ჩვენ დღეს განვიხილავთ. და ის დღეს ჩვენთან არის. მაია ასათიანი. და იწყება მაიკო ასათიანის სცენაზე. ასვლა და უკვე პირისპირ დგას საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული ток-შოუს ავტორი იმ ქართველ ემიგრანტებთან, რომელთა შესახებ მის გადაცემაში არაერთი სიუჟეტი დასულა. მოდით მე რახან ბევრი ვიმოგზაურეთ პროფილში, პროფილურად ვიტყვი საღამო მშვიდობისა, ჩვენ ვიწყებთ. ეს მთელი ამბავი, რაც წიგნში მაქვს, აი ესე ამოვისუნთქე და ფურცლებში ჩავდე და სიყვარულიც დამთავრდა და ის ყველა წუხილი, ტანჯვა, ტრავმა, ყველაფერი ნუცას გარდა, ყველაფერი იმ წიგნშია და ანუ მე აღარ მეხება. ხო, გაიხარეთ, თუ თქვენი ჟურნალისტი ნეს ამ წიგნს გააკეთებდა, გასიკეთდა. აკამორჩილაძეს გავს ნაწერი, რომელიც მაიას ძალიან უყვარს. მაგრამ ის ხომ მწერალი არ არის და რა მოხდა. ძალიან გვიან მივხვდი მაგას.
რომელი ნაწილი იყო თქვენთვის ყველაზე ემოციურად დასაცავი? ბოლო ნაწილი იყო დავლიე, ოღონდ კი არ დავთვერი დავლიე და ისე დავწერე, იმიტომ რომ ძალიან ძნელი იყო იქ დაბრუნება და ამის მერე იმ ყველაფრის გახსენება აღარ მიჭირს თლად ძალიან, თორე იყო დრო, როცა მე ნუცაზე საერთოდ არ ვახსენებდი, ანუ არ ვლაპარაკობდი და ეხლა დავიწყე რაღაცა მხიარული ამბების გახსენება, რაღაც ეტაპია რა და ეს უნდა გაიარო. როცა ქარიშხალი ჩადგება, შენ ვერც მიხვდები, რომ ქარიშხალი ჩადგა. უბრალოდ აღმოაჩენ, რომ ცოცხალი ხარ და ის აღარ ხარ, ვინც იყავი. სწორედ ეს არის ქარიშხლის აზრი. აი, ძალიან დიდი მადლობა. იმხელა ენერგია მომეცით სასიცოცხლო, რომელიც მე არ მქონდა. დამჯდარი ელემენტივით ვიყავი და დამმუხტეთ. მართლა. ხან მოგაწოდეთ მიკროფონს. წიგნის პრეზენტაცია დასრულდა. იყო ბევრი ცრემლი, ოვაციები. მაიკო ასათიანს ქართველი ემიგრანტების სცენიდან არ უშვებდნენ. არ ეთმობოდათ. პრეზენტაციის დასასრულს კი იყო დაჯილდოება. ერთგობ ამაღელვებელი. ბევრი ვიფიქრეთ ჩვენმა შემოქმედებითმა ჯგუფმა და ადამიანებს, რომლებიც არასდროს არ იშურებენ ენერგიას სურვილს, რომ ასეთ მნიშვნელოვან მოვლენებს დაუდგნენ პროექტში, ჩვენ გვინდა გადაცემა მონაწილეების ფერების სახელით ისინი დავაჭიროთ. და საინტერესო ტექსტი, რომელიც ჩვენმა ჯგუფმა შევქმნა და დავიწყეთ უბრალოდ აქტებს საჩუქრები და ტექსტებზე და გაბედა მომიწევს. მოკლედ, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ჩუმად ყოველგვარი ხმაურის გარეშე უდიდეს საქმეს აკეთებენ. მინია სწორედ ასეთია, ის არის ჩვენი სამყურები და საიმედო დასაყრდენი ადამიანი, რომლისთვისაც არ არსებობს მარჯვნივ. როცა საქმე ქართულ პროექტებს და ჩვენს ერთობას ეხება, მინია შულაია, ჩვენი ერთგული მეგობარი და დიპლომი გადაეცემა მინია შულაიას, ბევრი ვიფიქრეთ და ნომინაცია არის ქართული საქმის ერთგული წარმომადგენელი. ამბობენ, რომ ხელოვნება გადაგვაჩენს, მაგრამ ემიგრაციაში ხელოვნება უფრო მეტია. ის გადარჩენის ერთადერთი ქართული შეხვედრა ადგილი, სადაც ქართველი ემიგრანტი აღარ არის უცხოელი. ის არის მაყურებელი საფრთხე და საკუთარი კულტურის ნაწილი. მან შექმნა თეატრი შიომისე არამხოლოდ სცენისთვის, არამედ თითოეული ჩვენგანი სულისთვის. თაკო სამხარაძე, ქალი, რომელმაც უცხო მიწაზე ქართული გაზაფხული დააბრუნა. ქართული სულის ხარჯესა. რომლებიც ემიგრაციაში არა მხოლოდ ცხოვრობენ, არამედ ეპოქას ქმნიან. ანა უკვე 25 წელზე მეტია ათენშია, თუმცა ერთი წამით არ დაუწყებია საქართველოს. ის ხან კალმით გვიყვება ემიგრანტის ქუჩის გაზაფხულზე, ხანკის სცენიდან გვიგულებს და თავისი თამაშის გვატირებს გვაცილებს. ანა კელაპტრიშვილი, ქალი, რომელიც სცენაზე ვთხოვო ქალბატონს, რომელიც 30 წელზე მეტია აქტივის ქართულ მაჯისცემას აკონტროლებს. ლიგია მუშკუდიანი, ადამიანი, რომელმაც 40 წელს სცენის გადაცემა ორგანიზატორი, ის არის თითოეული ჩვენგანი, ჟურნალისტებისა და ემიგრანტების უდიდესი იმედი. დღეს ის მონაკვეთის ხელებს ვიხატავს და გვაძლევს უფლებას ვიყოთ გულწრფელები. ლიგია, რომელიც ყველას უყვარს.
ის არ წხვեց ხმებზე ზრუნვას. ქალბატონი დონარა არის ადამიანი, რომელმაც ათენში ათასობით ქართველს გაუზიარა საკუთარი ფულის. ის გვასწავლის, ქალბატონო დონარა, თქვენ ხართ ჩვენი იმედი და ჩვენი დიდი სიყვარული. მადლობა, ადამიანი, რომლის სახელით საქართველოში მთელ სატელევიზიო ეპოქასთან ასოცირდება. მისი გზა 15 წლის ასაკში დაიწყო, მაშინ როდესაც ჯერ კიდევ ბავშვური ენთუზიაზმით, მაგრამ პროფესიონალისტის დამახასიათებელი სიმტკიცით შეაბიჯა ტელევიზიის ჯანმრთელ სამყაროში. ჩვენ მასთან ერთად ვიმოგზაურებთ ირანში, დროების რეპორტაჟებში, სადაც მან პირველად დაბანაკა საკუთარი ხელმძღვანელი. კადრში გადმოცემული სიმართლე და სიმდიდრე. წლების განმავლობაში ის იყო ჩვენი საქმეების სტუმარი, როგორც ყველაზე რეიტინგური ტოკ-შოუ პროფილის ავტორი და წამყვანი. თუმცა მაია ასათიანი არასდროს ყოფილა მხოლოდ წამყვანი. ის იყო მედიატორი, რომელმაც საზოგადოების საკუთარი თავზე ატარებდა განსაკუთრებული აღნიშნვის და მისი დამოკიდებულება ქართველ ემიგრანტებთან. ის იყო ერთ-ერთი პირველი მამაკლა ემოციითა და უდიდესი პატივისცემით აჩვენა მსოფლიოს თქვენი ქართველი ემიგრანტების ყოველდღიურობა, მონატრება და ბრძოლა გადარჩენისთვის. ეს ის ჩვენს წინაშე წარდგა ახალი ამბები, როგორც ბესტსელერის სიცოცხლე 25 წამში ავტორი წიგნისა, რომელიც პირდაპირ რეპორტაჟია ადამიანურ გამძლეობაზე. ჩვენთვის საფეში ყოფილი ქართველი ემიგრანტებისთვის დიდი პატივია, რომ ეს სწორია. ხდება ამ აღიარების გამოხატვა. და ნომინაცია გასაჩავია დაუწყარი ემოციების, პროფესიული ერთგულებისთვის და ემიგრანტების გლეხში დგომისთვის. დაგაჯილდოვოთ მაია ასათიანი ნომინაციაში. უნდა აღინიშნოს, რომ ქართველ ემიგრანტებთან მაიკო ასათიანის შეხვედრამ სრული ანშლაგი ჩაიარა. ახლა კი გიზიარებთ თითოეული ქართველი ემიგრანტის იმ ემოციებს, რომელიც გადაცემა მონატრების ფერების გადამღებმა ჯგუფმა წიგნის პრეზენტაციის დასრულების შემდგომ თეატრ ალექსანდრიის გარეთ ჩაწერა. მაია ძალიან სასიამოვნო პიროვნება, ძალიან თბილი ადამიანი და თან ასე ძლიერი გოგო. და მე მივესალმები ამას, იმიტომ რომ მან შეძლო შეუძლებელი. და მასში ალბათ დამეთანხმებით. და შეხება მის წიგნს კიდევ შესანიშნავად არის დაწერილი, გადმოცემული აქვს მისი გულის ნადები, მისი ცხოვრებისეული ისტორიები, რომელიც სასიამოვნო საკითხია და ძალიან სიამოვნებით წავიკითხე. მე მიხარია მისი ნახვა დღეს და უსურვებ წარმატებებს, რაც კი ჩაიფიქრა და ჩაიფიქროს მომავალში. ძალიან ყვაყოფილი ვარ რომ მოვუსმინე. წიგნი ორჯერ წაკითხული მაქვს. ძალიან ნაზად, თბილად, ჰარმონიულად დაწერილი წიგნია. ძალიან ყვაყოფილი ვარ გაცნობით. მე დიდი ხანია აქეთ ვარ. შესანიშნავი ადამიანია, თბილი, უბრალო, მოსიყვარულე. ძალიან მადლობელი ვარ. ძალიან აჟიტირებული ვარ, ეიფორიაში ვარ, ემოციებიდან ვერ გამოვდივარ და ამ ყველაფრის მიზეზი არის ერთადერთი რამ, რომ დღეს იმდენი სითბო მივიღე, რომ არ ვიცი, ალბათ ეს სითბო ძალიან დიდხანს გამყვება და დარწმუნებული ვარ მარტო მე არა, ყველა ამ საღამოს დამსწრე მონაწილეს. მართლა ძალიან დიდი სითბო მივიღეთ, მართლა ძალიან საინტერესო იყო ადამიანთან შეხვედრა, რომელმაც ახალი თაობის ჟურნალისტიკაში თავისი ეპოქა ჩაწერა, დაგვამახსოვრა და შემდეგ თაობებსაც გადასცემს. ძალიან დიდი მადლობა მაია ასათიანს და ძალიან დიდი მადლობა აბსოლუტურად ყველა ამ საღამოს ორგანიზატორს, მხარდამჭერს, სპონსორებს, რა თქმა უნდა, მაყურებელს, რომელმაც პატივი დაგდო და მოვიდა და რა თქმა უნდა,
მონატრების ფერები, ორაგველი ძები. პირველ რიგში იმას ვიტყვი, რომ ბედნიერი ვარ, რომ ამ საზღამოს დავესწარი. მაია ასათიანი გავიცანით. სანამ მაიას გავიცნობდი, რა თქმა უნდა, წიგნი წავიკითხე და ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ზუსტად 2 საათნახევარში, რომ დავჯექი ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე. ძალიან უშუალო, თბილი, მართალი ადამიანი და მართალი ისტორია. და წეგან აღნიშნა კიდევაც, რომ დოკუმენტური პროზა, მე არა ვარო ლიტერატორიო და ლიტერატურას არ ვწერო. და არ ვიცი, სიზუსტით, გულთან რომ მოვა და არანაირი სიყალბე. ერთი მარცვალი, ერთი სიტყვა არ არის ყალბი. და ჩემი დიდი პატივისცემა და სიყვარული მას. და რა თქმა უნდა, პროფილის პერიოდი ყველას გვახსოვს და ველოდებოდით. ასე რომ მადლობა თქვენს ბიჭებო, მადლობა იმ ორგანიზატორებს, ქალბატონ ლიგიას, თაკო სამხარაძეს, რომ ეს ღონისძიება ჩაატარეთ და ასეთი თბილი საღამო გვაჩუქეთ ჩვენ ემიგრანტებს. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო პირველ რიგში ქარდაბატონ ლიგია მოჭკუდიანს, რომ ესეთი პატივისცემა არის ჩვენთვის ჩამოსვლისა აქა. მაიასთან ერთად შეხვედრა. დიდი მადლობა დიონისეს ხელმძღვანელობას და დიდი მადლობა ჩვენს ძმებს, ორაგველი ძეებს. ძალიან სასიამოვნო და კარგი შთაბეჭდილება დატოვა დღევანდელმა საღამომ. გამიხარდა ნამდვილად გამახსენდა ჩემი ბავშვობის წლები, გადაცემა რომ მიყავდა პროფილი და წარსულში და გვაბრუნვა დღეს ქალბატონმა მაია. ძალიან კარგი შთაბეჭდილებები დატოვა. მაიკო ასათიანის წიგნის პრეზენტაციის საღამოს მასპინძელი გახლდათ ქართულ ბერძნული რესტორანი ლოს ამბელე და დიდი მადლობა მინდა გადაუხადო აღნიშნული რესტორნის ხელმძღვანელს ქალბატონ ქრისტინა ბჟალავას. დღეს ათენში ემიგრანტებისთვის კიდევ ერთი ნათელი, ძალიან ქართული, ძალიან საინტერესო და ემოციებით დატვირთული დღე იყო. ყველასთვის დამერწმუნებით, რომ მაია ასათიანი არის მაია ასათიანი და ამას არ სჭირდება ბევრი ახსნა, იმიტომ რომ ეს არის პიროვნება, ვინც მთელ საქართველოს უყვარს და დიახ, მან ეს დაიმსახურა. მაია ასათიანი არის ადამიანი, რომელსაც რა თქმა უნდა მთელი ემიგრაცია დიდი სიყვარულით, დიდი პატივისცემით დახვდა და მე ვარ ბედნიერი, რომ ვიყავი ერთ-ერთი მათგანი და იმ სიამოვნებისთვის, რაც ჩვენ დღეს მოგვანიჭა. ქალბატონმა მაიამ მისი აქ ჩამობრძანებით მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ქალბატონ ლიგიას, რომელიც ძალიან ბევრი წელიწადია უკვე საბერძნეთში ძალიან ბევრჯერ აანთო სასცენო შუქები და ეს ყველაფერი მან შეძლო და ამ ყველაფერს დღემდე ენთუზიაზმით და ძალიან დიდი სიყვარულით აკეთებს. დღევანდელი წიგნის პრეზენტაცია ჩვენთვის ყველასათვის საყვარელი ჟურნალისტის მაია ასათიანის საღამო რომ ჩატარდა ათენში, ეს არის ყველაზე დიდი დამსახურება თქვენი პროდიუსერის ქალბატონი ლიგია მოჭკუდიანის და პირველ რიგში მას მინდა რომ ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ესე თქვენი ეთერის საშუალებით და როცა ლიგიამ შემომთავაზა რომ შეგიძლია რაღაც მინდა გითხრა, შეგიძლიაო რომ გვერდში დამიდგე მხარი დამიჭირო რომ მაია ასათიანის ჩამოყვანა მინდა ათენში და მისი წიგნის პრეზენტაცია მინდა რომ გავაკეთო და მე ვთხარი რომ წიგნი მეთქი სად არის თქო და წიგნი მაქვსო და მომაწოდა ეს წიგნი და მეთქი წავიკითხავ მეთქი მე მაიას მეთქი ხარ შემიძლია მე პირდაპირ ადამიანი ვარ და მიყვარს ესე გახსნილად საუბარი მეთქი მაიას როგორც ჟურნალისტს მეთქი ხა ვინ არის ცნობს მაიას და მაიას მეთქი ძალიან პატივისცემ როგორც ჟურნალისტს მეთქი და რა თქმა უნდა რომ დაგიდგები როგორც არ უნდა იყოს და რაც არ უნდა იყოს მე ნებისმიერ სიტუაციაში ლიგიამ კარგად იცის რომ ყოველთვის გვერდში უდგავარ და წავიკითხავ მეთქი მოდი რა ჯერ კიდე წიგნს თქო წავიკითხე წიგნი აი ერთი ამოსუნთქვით როგორც სიტყვიან და წავიკითხე წიგნი და ბიჭებო აი წიგნის წაკითხვის შემდეგ
დედასფიცა ვარ, ამას მართლა გულახდილად ვიძახი. პატივს ხო ვცემდი ამ ქალს როგორც ჟურნალისტს. აი მე ძალიან შემიყვარდა. იცი, ასე ალალად, ასე გულწრფელად, ასე გახსნილად ილაპარაკო. შენს პირადულზე ძალიან იშვიათად საუბრობენ, იმიტომ რომ არ არსებობს ადამიანი, რომელიც რაღაცას არ მალავდეს, გესმის, გამორიცხულია. და ეს არის პიროვნება, რომელმაც თავისი პირადული, თავისი პროფესიული თითოეული ნაბიჯები გულ გახსნილად გვიჩვენა. ძალიან დიდი მადლობა მას ასეთი გულახდილობისთვის და ერთ-ერთი აი სწორედ ეს დღევანდელი საღამოც ჩვენთან მაიას ეს საღამო იყო აი სწორედ ამისი მასწავლებელი და ძალიან დიდი მადლობა მას დღევანდელი საღამოსთვის, რომელმაც გაგვილამაზა, გაგვათბო და აი მართლა ჩაგვაღვინთა მომავლის რწმენა დაუბრუნა იმ ხალხს, ვისაც რატომღაც ესე პესიმისტურად იყვნენ განწყობილები მომავლისკენ, ასე პესიმისტურად იყვნენ განწყობილები, მაგრამ აი მართლა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს ქალი არის მაგალითი, როგორ უნდა აღორძინდე არაფრიდან და ისევ აყვავდე და აყვავილდე. მე ვარ უბედნიერესი ადამიანი და რატომ? ჩემი და მაიკოს მეგობრობა დაახლოებით 18-20 წელიწადი არის და ერთ დღესაც მაიკო მერეკავსა მეუბნება რომ რიგეში დახმარება მჭირდება რაღაც საქმესთან დაკავშირებით და მინდა რომ დამეხმარო. რა თქმა უნდა, საქმე მოგვარდა და მე მევეუბნები. მაიკო, მოიცნო თქვენ დაწერეთ წიგნი და მინდა ამ წიგნის პრეზენტაცია გავაკეთო ათენში. რა თქმა უნდა, მაიკო თანხმობა მითხრა, მაშინ შევეხმიანე ჩემს მეგობრებს და უთხრა რომ მე ამ წიგნის პრეზენტაცია უნდა გაკეთებულიყო ათენში. მართლაც დღევანდელ დღეს ამ წიგნის პრეზენტაცია შედგა, ვფიქრობ რომ შედგა ძალიან კარგად. ეს იყო რაღაც ისეთი შინაურული ლამაზი საღამო და მე აუცილებლად უნდა მადლობა გადაუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც გვერდით დამიდგა, ყველა სპონსორს, ყველა მხარდამჭერს და ვფიქრობ რომ საღამო შედგა, რადგანაც მაიკო კმაყოფილი არის და რადგანაც მე კმაყოფილი ვარ და ყველანი კმაყოფილები, ეს იმას ნიშნავს რომ საღამო შედგა. რა გითხრათ, არ ვიცი, ეს ნერვულად ჯერ არ გადმოსვლია, თუმცა აქვე უნდა აღნიშნო, მე წეღან ვიდეოს უყურებდი, მე ჩემს ბიჭებს, ჩემს დათოს და გიორგის ვთხოვე რომ გაიკეთებინათ პატარა ესეთი ვიდეო რგოლი და აი ამ ვიდეო რგოლის ყურების დროს ამომიჯდა გული და რატომ? გამახსენდა ის ჩვენი 90-იანი წლები, როდესაც მაიკომ დაიწყო ტელევიზიაში გადაცემების გაკეთება და აი ეს ბავშვური რაღაცები აღვიდგინე რაღაცნაირად და მოკლედ ბევრი ვიტირე. და ბიჭებო, მადლობა. ეს არის თქვენი ძალიან დიდი დამსახურება. ეხლა ძალიან პირველკლასელი ბავშვი ვარ, მაგრამ იმდენად ვარ აქტუალებული და იმდენად ვარ ესეთი ემოციებში, რომ არ ვიცი რამდენად სწორად ვამბობ ჩემს სათქმელს. რა ვიცი, შედგა ეს არ არის მარტო ჩემი დამსახურება, ეს ყველა ქართველი იმიგრანტის დამსახურება, რომელიც ამ საღამოზე იყვნენ, ყველა სპონსორის და ყველა მხარდამჭერის დამსახურება არის და მინდა ყველას თქვენი გადაცემის საშუალებით, ჩვენი გადაცემის საშუალებით მადლობა გადაუხადო და ქალბატონ მაიას ვეტყვი უღრმეს მადლობას ჩვენთან მობრძანებისთვის, ჩვენთან სტუმრობისთვის, აკეთებს კარგ საქმეს, როგორც ვიცი, დღეს ჰქონდა წიგნის პრეზენტაცია და მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ჩვენ ვიყავით მათი მასპინძელი. გამოფრენის ბოლო დღეს ჩვენ ვესტუმრეთ ათენში მდებარე ერთ-ერთ სილამაზის სალონს, Beauty House და ჩვენი მასპინძელი გახდათ ქალბატონი ირინა ქობულაძე. სადაც ის შეხვდა მაიკო ასათიანს და ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრებს. აი ამის შემდგომ კი ჩვენი მასპინძელი ქალბატონი ია ქურდაშვილი და მისი ქალიშვილი ნათია ჭაბაშვილი გვასპინძლობენ ათენში. დიახ, ჩვენ ვესტუმრეთ ქალბატონ იას მაღაზიას, რომელიც ომონიაზე პირეოს 4 ნომერში მდებარეობს. მადლობა მინდა გადაუხადო იას მასპინძლობისათვის. მე იაკო გისურვებ ულევ და უკიდეგანო წარმატებას. აი ესე საინტერესოდ ემოციებით დატვირთული საღამო აჩუქა მაიკო ასათიანმა
თითოეულ ქართველ ემიგრანტს, რომელიც მას გულშემატკივრობდა. დიახ, მაიკო ასათიანმა უთხრა ქართველ ემიგრანტებს, რომ ეს არის მისთვის ძალიან დიდი სტიმული. დიახ, ის სრულად დაიხარჯა ქართველ ემიგრანტებთან და ძალიან დიდი სითბო და სიყვარული გასცა და ასევე მიიღო. მადლობა თქვენ ორგანიზატორებო, ადამიანებო, ქართველო ემიგრანტებო, რომელიც უკვე წლებია იმყოფებით სამშობლოსგან შორს. დიახ, ლიგია, მუშკუდიანო, თქვენ ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ ქართველ ემიგრანტებს ანებიურებთ და ახვედრებთ იმ ადამიანებს, რომლებიც ასე ძალიან ენატრება ქართველ ემიგრანტებს. მადლობა შენ, თაკო, დიახ, შენ ხარ ადამიანი, რომელმაც უცხო ქვეყანაში შექმენი ქართველისთვის გადამრჩენი ადგილი, ქართულ ბერძნულ კულტურული თეატრალური ორგანიზაცია დიონისე. მადლობა ნინია, შულაია შენ იმისთვის, რომ შენ უზრუნველყოფ ქართველი ემიგრანტების მონატრებულ ადამიანებთან შეხვედრას. დიახ, შენი ავიასააგენტო უზრუნველყოფს, რომ უმოკლეს დროში და ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად. მადლობა მინდა გადაუხადოთ ჩემს ოპერატორს გიორგი ორაგველიძეს, რომელიც ზრუნავს, რომ საუკეთესო კადრები იხილოთ თქვენ, ჩვენო ტელემაყურებელო. მადლობა თქვენ, ქართველო ემიგრანტებო, ნდობისთვის და მეკპირდებით, რომ გადაცემა მონატრების ფერები კვლავ გაგრძელდება და თითოეული ქართველი ემიგრანტის ხმა კვლავ გაისმება გადაცემა მონატრების ფერების ეთერში. ისე როგორ დავტოვებდით ათენს, რომ არ წავსულიყავით აკროპოლისზე. რა თქმა უნდა, აკროპოლისზეც ძალიან საინტერესო საუბარი შედგა ჩემსა და მაიკო ასათიანს შორის და აი იმ დამშვიდობების კადრს, რომელიც აი მე ახლა უნდა ჩავწერო თბილისში, საქართველოს დედაქალაქში, არა, აქ არ ჩავწერ. დამშვიდობებისთვის კი გადავინაცვლოთ საბერძნეთის დედაქალაქ ათენში და ცივიან და ქარიან თბილისს დღე ათენი და აკროპოლისი. თქვენ უყურებთ გადაცემას მონატრების ფერები, მე მისი ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი დავით ორაგველიძე ვარ. ჩვენ ახლა ვიმყოფებით აკროპოლზე. გუშინ 29 მარტს 14 საათზე თეატრ ალექსანდრიაში ჩვენს ქართველ ემიგრანტებს შეხვდა საქართველოში ყველაზე რეიტინგული თოქ-შოუს პროფილის ავტორი და აც უკვე მწერალი მაიკო ასათიანი. მაიკო, გუშინ მოკლედ 5 დღე გავატარეთ ათენში და გუშინ იყო ემოციური შეხვედრა ჩვენს ტელემაყურებელთან. მთელი ამ 5 დღის მანძილზე ყოველ დღე ვხვდებოდით ქართველ ემიგრანტებს და მქონდა განცდა, რომ რაღაც ზღაპრულ სიკეთის ქალაქში ვიყავი. ქალბატონებს, რომლებმაც ნამდვილად გადაარჩინეს ჩვენი ქვეყანა, რომლებმაც გაზარდეს თაობა, ჩვენ რომ ასე ვამაყობთ და აწმყოთ თუ არ აგწყალობს მომავალი ჩვენია რეალურად დაგვანახეს. ამ ქალებთან მე რა მქონდა სათქმელი, რა უნდა მერჩია, ხო, ითვლება რომ ძლიერი ვარ, მაგრამ ისინი ჩემზე ძლიერები არიან, იმიტომ რომ საკუთარ თავზე უარი თქვეს ოჯახები, რომ გადაერჩინათ. ყველაფერი თქვა საღამოზე, ფაქტობრივად მაიკომ არც ერთი თავისი კუთხეში გადამალული ისტორია არ დაიტოვა და ყველაფერზე იყო საუბარი. ბევრჯერ, რა თქმა უნდა, გადაცემა მონატრების ფერები სრულად იღებდა ამ ყველაფერს და თუმცა რაღაცეებზე ვთხოვე, რომ კამერა გათიშედათ, თქო, იმიტომ რომ ძალიან ნუანსური რაღაცეებიც მოვყევი. კი, და ასეთია მოკლედ მაია ასათიანი ტელეეკრანიდან რეალობაში უკვე. და მე მინდა მადლობა გადაგიხადო მაიკო. მადლობა პირიქით. იმიტომ რომ აი ახლა ალბათ ყველა ჟურნალისტის დამწყები, ჟურნალისტის ოცნებაა რომ გადაცემას წერდეს და იდგეს ისეთი ჟურნალისტის გვერდით, რომელმაც საქართველოში ეპოქა შექმნა. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელმაც დღევანდელ გადაცემის დაგეგმვაში მიიღო მონაწილეობა. დიდი მადლობა ჩემს მთავარ პროდიუსერს ლიგია მუშკუდიანს, რომელიც ზრუნავს რომ ასეთი საინტერესო და შემოქმედებითი იყოს გადაცემა და თითოეულ ქართველ ემიგრანტს მისცეს საშუალება
თავისი ხმა გააგონოს მსოფლიოს. მადლობა ნინიშულაიას, მადლობა თაკო სამხარაძეს, მადლობა ყველას ქალბატონ დონარა ობოლაშვილს, ქალბატონ იას, ყველას თვითონ ჩემ ქართველ ემიგრანტებს მადლობა, რომ აი ასე გაგვილამაზეთ და გაულამაზეთ მაიკოს ეს 5 დღე ათენში. მადლობა გოგოებო, ძალიან საინტერესო იყო ქართველ ევროპელ ქალებთან ურთიერთობა და ბევრი რამე ვისწავლე თქვენგან. მართლა. მე კი გეტყვით, რომ შემოგვიერთით სოციალურ ქსელ Facebook-ში, გამონყევით Instagram-ზე და გამოიწერეთ გადაცემა მონატრების ფერების. YouTube-ის არხი გააქტიურეთ ზარიც ღილაკი, რათა ჩვენი არც ერთი გადაცემა არ გამოგრჩეთ. აქვე გეტყვით, რომ ჩვენს უსაფრთხო მგზავრობას უზრუნველყოფს ჩვენივე ტურისტული კომპანია Dagi Travel-ი. მე კი გემშვიდობებით რამდენიმე დღით, რამდენიმე დღეში კვლავ ხვდებით ერთმანეთს გადაცემაში მონატრების ფერები.